გვინდა დღეს უკვე დავამტკიცოთ ცვლილებების პროექტი, რომელსაც გავაგზავნით მთავრობის მეშვეობით პარლამენტში. კერძოდ ადამიანებს აღარ დაჭირდეთ პროცენტის გადახდა. ჩვენ გვინდა რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დამტკიცდეს სანოტარო წესით, სადაც შემოწმდება რა შემოსავალი აქვს ადამიანს და არის თუ არა ის გადამხდელუნარიანი, რომ გაჭირვებაში მყოფი სუსტი პოზიციის ადამიანის ასე ვთქვათ, მდგომარეობა არ გამოიყენოს, კერძო მევახშემ თუ სხვა პირმა. ჩვენ გვინდა აგრეთვე რომ დავადგინოთ საპროცენტო ნიხი. ჩვენ აგრეთვე გვინდა რომ კრედიტორს იმ პირობით ჰქონდეს უფლება დაისაკუთროს სხვისი ქონება, თუ კი საბაზრო ღირებულებასა და მოთხოვნის ოდენობას შორის განსხვავებას დაუბრუნებს ყოფილ მესაკუთრეს. სავარაუდოდ ისეთი ცვლილება, რომელიც ერთბაშად ყველა პრობლემას მოაგვარებს, ესეთი მოსალოდნელი ვერც იქნება, უბრალოდ ეს ილუზია იქნებოდა. ჩვენი მხრიდან შესაბამისად საუბარია ცვლილებათა პაკეტზე, რომლის შედეგადაც უბრალოდ ეს შესაძლებლობები გამრავლდება. ამ თვალსაზრისით დაწყებული დაუშვათ პროცენტის რეგლამენტირებით, შესაძლებელია ეს იყოს დამთავრებული აღსრულების პროცედურების ახლებურად მოწესრიგება.